სოფელი რო დაისეთქვა. აქ დაზარებული შიფრები არ დაზარალებულა სიმართლე რო ვიცოდე, დაზარალდა სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობაში რო დაზარალდა ეს ყველაფერი მერაბელში რო ჩამოვიდა თანხები რო გამოიყო, სოფელში ამათმა გაანაწილეს თვითონ თვითნებურად სახურავებზე. სახურავების ესა კიდე იმასთან ახალხმა იყო ეს ფული ვისაც ერთად არ ეკუთვნოდა და თუ აიღეს ძალიან ზედმეტებად. თვითონ აიღეს ბევრი დანარჩენს მისცეს ნაკლები და ზოგს საერთოდ სულ არ მისცეს. არიან დაზარალებული ესეთ რომ სოფლის მეურნეობაში სიზარალეს. და საერთოდ სიაშიც არ მოხდა არავინ. ჩვენი მოთხოვნა არის რომ ხელახალი კომისია გამოიყოს და ნამდვილად ვისაც ეკუთვნის ეს დახმარება მივცეთ იმას. და ეს არის მოთხოვნა თუ არაფერს არ აკეთებენ ესენი. რატომ გამგეობოდა არის ხალხი დავსვათ იმად და იმუშავებიც როგორ წესდარიგი არის. სადამდე იყოთ ეს სამტყულებში და იმაში რაც. ამ ხალხმა დაინახა რომ თავის შიფრით და სეტყვით დაზარალებულ სახლში წვიმა ჩამოსდის და ზოგიერთის თუნუქით დახურულ სახლებზე 200-400 ლარები გაიცა და ამაზე აქვს პრეტენზია. მე მინდოდა ეს კომენტარი გამეკეთებია. როდესაც მიზეზი იკითხა ამ ხალხმა, გამგეობიდან მიზეზი ვერ გამოიტანა. სადაც გინდა იქიჩივლა და აქედან მიბრძანდიო ყველა მესე უპასუხა და ეს პრეტენზია აქვს ხალხს. იყო კომისია მოსული, შეაფასა ზარალი, შეისწავლა იმის მიხედვით გაანაწილეს დახმარებები შეძლების თაგვარად. ვიცით რომ თანხაც არ იყო ბევრი გამოყოფილი იყო 100.000 ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი და რასაც იყო გაანაწილეს და თუ დამატებით თანხას გამოყოფენ მოთხოვნა არის მოსახლეობის რა თქმა უნდა ხელმეორედ კომისია კიდევ შეისწავლის